შევატყობინეს, რომ ტექნიკური საუბრა გასწორდა, კამერა მზად არის, მიკროფონი მზად არის და ახლა უნდა ამოვიღოთ ერთად შეკითხვა. არ ვიცი რა არის. გრაგნი ყოფილა. ერთ წუთი. კაი, კითხვა მდგომარეობს შემდეგში. ვინ იყო პირველი ადამიანი, ვინც დაგეხმარათ და რაში? ალბათ ლოგიკური პასუხი იქნება, რომ პირველი ადამიანი, ვინც დამეხმარა იყო დედა. რავი, კიდე მასწავლებელი ყავდა, ძალიან კაი მასწავლებელი ყავდა სკოლაში ქართულის, რომელსაც, რავი, გარდა იმისა, რომ ქართული მასწავლა, ცხოვრებისეული რჩევებით მომხდა და ეგეც ძალიან დამეხმარა. მოგესალმებით ყველას. მე ვარ მარიამ ფიფია, მეორე კურსის სტუდენტი, ვსწავლობ დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებებზე. რომელ სიტუაციაში დაგჭირდათ პირველად უფროსკურსელების დახმარება. სინამდვილეში, როდესაც უნივერსიტეტში მოვედი, ვცდილობდი, რომ რაღაცები გამიგო და მცოდნო და ამიტომ ასეთი ხე უნივერსიტეტზე რაღაცები ვცოდი. შესაბამისად, ესე უფროსკურსელების დახმარება არ დამჭირვებია, მაგრამ დამჭირდა ლექტორების დახმარება სხვადასხვა საკითხში, ამიტომ ჩემი ყველა ლექტორის ძალიან დიდი მადლობელი ვარ და ეხლა ვხედავ, რომ ძალიან ბევრი უფროსკურსელი ეხმარება პირველ კურსელებს, ამიტომ გისურვებთ ყველას წარმატებებს და იცოდეთ, რომ ილიაუნი არის დღეის სახლი, სადაც იქნებით ბედნიერად და მიაღწევთ ყველაზე დიდ წარმატებებს. გისურვებთ წარმატებებს და მიყვლანხართ უხილებლივ ყველა. მოგესალმებით, მე ვარ ანასტასია მოგებაძე, ვარ მეორე კურსის სტუდენტი, ხელოვნებათა მეცნიერებათა ფაკულტეტზე და ნახოთ რა არის კითხვა. რა გაკვეთილი ისწავლეთ პირველივე კვირაში? პირველივე კვირაში ვისწავლე, რომ ძალიან მაგარი ადგილი არის უნივერსიტეტი და თუ სწავლა გინდა, უნდა ისწავლო და არ გააცდინო, იმიტომ რომ გაცდენების შემდეგ მარტივად ჩამორჩები და პირველივე კვირაში ვიგრძენი ყველაფერი, ასე რომ პირველივე რაც ვისწავლე ის იყო, რომ უნდა მესწავლა თუ სწავლა მინდოდა და უნდა გამეგრძელებინა ასე და ასე ვისწავლე, რომ ბიბლიოთეკა ყველაზე მაგარი ადგილი არის მთელი დღის გასატარებლად. ყველას წარმატებების გისურვებთ და გილოცავთ სასწავლო წლის დასწრებას. გამარჯობა, მე ვარ მარიამ ლაჩეჩვილი, პირველი კურსის სამართლის სტუდენტი და ნახოთ ჩემი კითხვა. რას ელოდებით სტუდენტური ცხოვრებისგან ყველაზე მეტად? ცოდნას, ეს ძალიან ლაგები კითხვაა და ცოდნა საკუთარ სფეროში გამოცდილებას და ბევრ ახალ მეგობარს. გილოცავთ სასწავლო წლის დაწყებას და გისურვებთ წარმატებებს. ყველა ხართ ძალიან მაგრები. ნახვამდის. მოგესალმებით, მე ვარ კუკა გოგუაძე, ვარ მესამე ან მეოთხე კურსზე, იმიტომ რომ ერთ სემესტრს მქონდა აკადემიური აღებული. ზოგჯერ დასვენება კარგი არის უნივერსიტეტიდან, რომ
ჩამოყალიბდეთ ნამდვილად სწორ ადგილად თუ არა და შემდეგ შეგიძლიათ ყოველ განცდილს სწავლა ჩემსავით. პირველად ვიღებ პოდკასტში მონაწილეობას და იმედია ძალიან განჭი და ვნახოთ რა კითხვა არის. რომელ მომენტში იგრძენით პირველად რომ უკვე სტუდენტი ხართ? პირველად სტუდენტი რომ ვარ ვიგრძენი მაშინ როცა მივხვდი რომ ძალიან დაღლილი ვიყავი და ლექციაზე წასვლა ანუ უბრალოდ ჩემს წელს ვიყავი და ეს ყველაფერი იყო ჩემზე დამოკიდებული რაც სკოლაში არ ხდება. ასევე პირველად ვიგრძენი სტუდენტი რომ ვიყავი როდესაც ავიღე სტუდენტური ბარათი, მომივიდა სტუდენტური ფასაკები და ასე შემდეგ. მაგრამ ზოგადად პირველად ალბათ მაშინ იასებ სტუდენტი რო ხარ, როდესაც მინდები რომ სწორადგილას ხარ, მიიღეს ორი გადაწყვეტილება და ისწავლი იმას, რისი კეთებას გინდათ ცხოვრებაში. მადლობა. მოგესალმებით. ჩემი სახელია ნიკა, მე ვარ პირველი კურსელი. რამდენჯერ დაგეგმეთ ხვალიდან დავისე ყველაფერს სერიოზულად. ბევრჯერ. ძალიან ბევრჯერ. გამარჯობათ, მე ვარ გიგი პირანისა და 18 წლის პირველ კურსელი. როგორი განსხვავება სკოლის და უნივერსიტეტის ყოველდღიურობის შორის თქვენთვის? სხვათა შორის ძალიან დიდი თავისუფლება რაც უნივერსიტეტში მოვედი, ანუ ძალიან დიდი განსხვავება სკოლასთან შედარებით და ბევრად თავისუფალი ვარ და მეტ ადამიანს ვიცნობ აქ, ვიდრე სკოლაში. სკოლაში ბევრად შემოჭრილი ვიყავ, ვიდრე აქ. მადლობა დიდი. მე რამდენია? აბა რა არის თქვენი ყველაზე დიდი შიში და რა გაძლევთ იმეთ რომ გაუმკლავდებით? საგნის შეტენვა. ხალხო, მარა ჩემი მეგობრები გვერდზე მიდგენ და გადავწერ იმედია რამეს ვიზა. სახეს უნდა მოგხსნათ? მიყვარხარ თქვენ, აი, მიკროფონი ჩაითო. მოგესალმებით, ეხა ვაგონის. რავი რა, მოდი ეხა პირდაპირ კითხოს ნახავ რა. როგორია თქვენი დილის რუტინა სანამ ლექციაზე მოხვდებით? აი, ძინავს მაგრა. რა, მეტი არაფერი არ შემიძლია, როგორ პირველ კურსელი ვარ, ეხა დავუსწრე, მართლა ძალიან კმაყოფილი ვარ. და რავი, მეც ვერ ამუშავებთ. და ხო, დამხელი არტისტი ვარ და იმედია მალე გამოცნო ყველა. მე ვარ ნატალი, მიხასაშვილი, ვსწავლობ ილიას ელექტრომუსიკურ მუსიკაზე. ეს არის ჩემი მეორე წელი და sorry, ხიგებთ. და ჩაბარებამდე რომ საშუალოდ სიტანამდე ინფორმაციის მოსაწევა იამს. იგი ამის საიტზე ალბათ უმეტესად უბები მაიტანა serba.com-ე და ალბათ ვინც იაში ჩააბარა მან თუ კითხებოდი com-ე ყოველთვის პოზიტიური ფიდბექი მესონა ხოლმე და მეც რა თქმა უნდა გისურვებ წარმატებებს იმედია რომ ურზამფარებულები დალებერს მიაღწევთ ცხოვრებაში. რა არის ყველაზე სასაცილო ან უსოფლო მომენტი, რაც ამ მოკლე დროში ბოლო ხანებში გადავდა ყველაზე უკერკული იყო ძმაკაცანი იყო გამოდარჩენილი და შემდგარი ახალ კაბინეტში შევდიაბაზოში აღარ დავუკვირდები. მადლობა ყურადღებისთვის, შემდეგ მონაწილეს დავპატიჟეთ სცენაზე. დისკოსა გამარჯობა, მე ვარ ცოტნე და პირველ რიგში რისითმაც მინდოდა რისთვისაც ამოვედი, მენეჯმენტის სტუდენტები ვიწყართ პირველ კურსელები. სადმე ახლოს მოდით, იმიტომ რომ გაცნობა მინდა თქვენი. ეხლა გადავიდეთ კითხვებზე. აქ ხარ, ხელი ამიციეთ რა მენეჯმენტის სტუდენტებმა. დამელოდეთ მოვდივარ თქვენთან. ეს მაგარი შეკრულია თქვენ ძმობას ვიცავ.
არ მოიცავ? რა იყო ყველაზე სასიამოვნო უნივერსიტეტის პირველ დღეებშიო? პირველ დღეებში არ ვიხავი, იმიტომ რომ ჩემ ძმაკაცმა ცოლის მოყვანა გადაწყვიტა უნივერსიტეტის პირველ დღეს და არ ვიხავი, ერთი დღე ვიხავი და რავი, დამაგვიანდა დილას ადრე მოვედი რაღაცეების შესაბამისად, ჯერ არ ვიცი რა და შემდეგ ველკომზე გაგაგებინებ, საინტერესო რა იყო. გამარჯობა. სიმართლე გითხრათ, ძალიან დიდი ძალდარატენების შემდგომ აღმოჩნდი მე აქ. პირველ რიგში გაგეცნობით, მე ვარ რამდენად უცნაურადაც არ უნდა ჟღერდეს იაკობ გოგებაშვილი, ვსწავლობ კომპიუტერულ ინჟინერიაზე და როგორც წინამონათლემ აღნიშნა, ჩემი კურსის ხალხ დიდი სიამოვნებით ახლოდანაც გაგიცნობდით და შემდგომ აქეთა მხარეს ვისაც ორი ეკნება ჩემთვის. აი, კითხვა. საკმაოდ მარტივი კითხვა მაქვს და არის ასეთი, რომ თუ თქვენი პირველი დღე ფილმი იქნებოდაო, რა ჟანრის იქნებოდაო? არ ვიცი, სიმართლე რომ გითხრათ, ალბათ რაღაც მხრივ კომედია, რაღაც მხრივ იქნებოდა შემეცნებითიც და მაინც კომედიას მივანიჭებ უპირატესობას, რადგან პირველი დღე იყო, შედარებით დაბნეულობა იყო, ახალი ადამიანების გაცნობის მომენტში ცოტა უხერხული მომენტები იყო და რა ვიცი, სულ ეს არის. მადლობა. გამარჯობა. მე ვარ ნინი, მენეჯმენტის სტუდენტი, პირველ კურსელი და ხო, ეხლა ავიღებ რა იყო პირველი ნივთი, რაც უნივერსიტეტში აუცილებლად დაგჭირდათ და სახლში დაგვრჩათ. ბლოკნოტთან ერთად კალამი და მე ჩავიდი მაღაზიაში ვიყიდე და ავოვაჭრე. სანდრო ფობხაძე, 18 წლის, პირველ კურსელი, საერთაშორისო ურთიერთობებზე. უკვე მოასწავლე თანაკურსელების გაცნობა და მათთან ერთად სეირნობა. გენდერული თანასწორობის კურსზე ერთი ბიჭი გავიცანი და მაგასთან ერთად გავისეირნე ცოტა მეტი არაფერი. და კარგი ტიპი აღმოჩნდა. კაი მეგობარი გასწდება ალბათ ჩემი. მადლობა. გამარჯობა ყველას, მე ვარ ანანო ჟამერაშვილი, პირველ კურსელი. 17 წლის ვსწავლობ ბიოლოგიურზე და ეხლა ამოვიღებ კითხვა, საბა როგორი კითხვა მომიიღო. ვნახოთ. რატომ აირჩიეთ ილიაუნი და თქვენი პროგრამა? პირველ რიგში იმიტომ, რომ ძალიან მეგობრული გარემოა და აი მართლა ოჯახივით არის ეს უნივერსიტეტი. და პროგრამა იმიტომ ავირჩიე, რომ რავი, მაინტერესებს უბრალოდ. შეგიძლიათ ტაში დამიგრათ. გამარჯობა მეგობრებო, მე ვარ გიორგი ქველაძე, კომპიუტერული მეცნიერების ფაკულტეტზე ვსწავლობ 20 წლის და ახლა ამოვიღებ კითხვას. როგორი შთაბეჭდილება დაგჭათ welcome party-ზე. ძალიან კარგი welcome party იყო, მით უმეტეს კვიზების ნაწილი და ჩემ მეგობარსაც კი მივეხმარე, რომ ერთ-ერთი ვაუჩერი მოეგო. მადლობა დიდი. კარგი, თუ მსურველები კვლავ ხართ, ეს კითხვა და კიდე ერთი კითხვა დაგვთ, ანუ კიდე ერთი სურველი შეგვიძლია თქვა. ხო. გამარჯობა. მე ვარ ანანო ჯიშიაშვილი, ვარ ისტორიის ფაკულტეტზე.
სხვათა შორის ვისაც კითხე არავინ არ იყო ისტორიიდან, ასე რომ ვინმე თუ ხართ, კარგი ხარ, კითხვის ამოვი. ვაი. გაქვთ უკვე საყვარელი ადგილი უნივერსიტეტში? სხვათა შორის კი, ბიბლიოთეკა. ძალიან კომფორტული ადგილია. და მე მგონი ცოტა მოვიწყინეთ და ძალიან უნდათ სიმღერა და რა იმედი მაქვს რომ ნებას დართავთ. მადლობა დიდი. წარმატებები ყველას.